გამარჯობათ ბატონო დავით. თუ შეიძლება თქვენი სახელი გვარი ასაკი მინდა რომ წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი. სახელი თქვენ უკვე ბრძანებთ დავითი მქვია. ძამუკაშვილი ვარ გვარად. ასაკი 46 წელს ვიძახი ხოლმე, მაგრამ 64-ისა ვარ, უნდა შეატყო. კეთილი. ბატონო დავით, რა პრობლემა ქონდა თქვენ ჩვენთან მობრძანდით 2000 წლის 14 მერვე თვეს 2000 წლის, ანუ 12 წლის უკან. შეგიძლიათ აღიდგინოთ რა პრობლემა ქონდათ, რატომ მოგვაგენით, რითი მოგვაგენით და რატომ მობრძანდით ჩვენთან? პრობლემა გამიჩნდა საკმაოდ შეუმჩნევლად, უცებ მოხდა ისე რომ მარჯვენა თვალი წამოვიდა უკან, მე ასე ვეძახი ამას, მინუსებისკენ, მარცხენა დარჩა როგორც იყო წესიერი და ეს ორი თვალი ერთმანეთში ვეღარ რიგდებოდნენ და საერთოდ ვეღარც კითხულობდი, ვეღარც ვიყურებოდი წესიერად. ანუ შემთხვევით აღმოაჩინეთ, რომ მარჯვენა თვალიდან ბევრად უარესად ხედავდით ვიდრე მარცხენიდან. კი, იმიტომ რომ ამიჭრევდა და ორი თვალი ერთად ვეღარ მუშაობდა, ეს შევნიშნე და უკვე შევეცადე სათვალე გამაკეთებინა კიდევ უარესი. თქვენ რომ მობრძანდით ჩვენთან, თუ გახსოვთ, რამდენს ხედავდით მარჯვენა თვალიდან, ნაცვლად 10 ხაზისა ხედავდით? მე ასე მახსოვს 30%, 30%. ანუ 3 ხაზს ხედავდით. ნაცვლად იმისა, რომ ნორმა არის 10 ხაზი. აი ბატონო დავით, მე არ მინდა ქათინაური, ბუნებრივია, მინდა გულწრფელად მიპასუხოთ. ეს იყო 12 წლის უკან, მაგრამ იმედია თქვენ ეს გახსოვთ. რამდენ ხანში მოგიმატათ მხედველობა და დღეს რო გაგსინჯეთ, რა შედეგი, ანუ ის 1 საათში მომატებული მხედველობა გამყარდა, უფრო დაეცა თუ როგორ იქნა? სიმართლე გითხრათ, მე 1 საათი თუ 2 საათი თავად ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ პირველივე სეანსიდან ორივე თვალმა დაიწყო უკვე მუშაობა ნორმალური, ეს ფაქტია. და ეს ფაქტი გრძელდება დღევანდელ დღემდე და იმედია კიდე გაგრძელდება. ანუ შენარჩუნდა ის 100%-იანი მხედველობა. აბსოლუტურად აღარაფერი ახლა დღესაც არანაირი თუ დაღლილი არ არის თვალი, არანაირი პრობლემა არ მაქვს. კი ბატონო, აი საიდან გაიგეთ ჩვენზე ინფორმაცია, საიდან გქონდათ, გეჯერა თუ არა, ანუ მე ძალიან გულწრფელი პასუხი მჭირდება. ნუ ჯერ ერთი მე იმ დროს მუშაობდი საკპატენტში, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრია და ყველა გამოგონებები ჩვენთან იყრის თავს. დიახ. და ერთ-ერთი გამოგონების შესახებ, რომელიც თქვენი გახდათ, გავიგე მე ამის შესახებ, რომ იყო ეს გამოგონება და მე რა თქვენ შეხვდით. ანუ გადაწყვიტეთ საკუთარ თავზე გამოგეცადათ ეს. ბუნებრივია, გადავწყვიტე მომემართა თქვენთვის, მით უმეტეს ვიცოდი, რომ ეს ფიოდოროვთან თქვენ გარკვეული გამოცდილება გქონდათ და გარკვეული ამანაც განმაწყო. და მე თქვენ რო გაგესაუბრე და ვინახე პროფესიონალი ნამდვილი ადამიანი, პროფესიონალი ექიმი და უშიშრად მოვედი ჯეროდა და მჯერა დღესაც თქვენი. ძალიან დიდი მადლობა, ანუ ბატონი დავითი შემოვიდა ჩვენთან 14.08.2000 წელი, მაშინ იგი იყო 53 წლის, ჩვენ დაუსვით დიაგნოზი მარჯვენა თვალის ამბლიოპია, გაზარმაცებული თვალი, მხედველობა იყო ნაცვლად 10 ხაზის 3 ხაზი და მაგოთერაპიის პირველი სატესტირო ჩვენების მერე ვარჯიშებით გამყარდა ის 100%-იანი მხედველობა, რომელიც მივიღეთ ბატონ დავითის გაზარმაცებულ, ანუ ამბლიოპიურ თვალზე. ღვთის მადლით ეს შედეგი შენარჩუნებულია 12 წლის განმავლობაში და იმედია გასასინჯეთ ხანდახან მობრძანდებით ხოლმე, ხო? აი ესე თხოვნით მაინც რომ გთხოვთ რომ მობრძანდეთ და დაგაფიქსიროთ კამერაზე. დიდი მადლობა ბატონო დავით. არა, მადლობა მე მეკუთვნის. მადლობა ძალიან დიდი.